თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილთა ხმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ასევე მაყურებლებო, ვინცაც საშუალება გაქვთ სოციალური ქსელით, Facebook-ით, YouTube-ით, რა ვიცი, რომელი ფორმატითაც გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა იმ ჩვენს ერთგულ მაყურებლებს, რომლებიც ხართ ყოველთვის ჩვენ გვერდით. ეს არის დიახ ჩვენი სათემო რადიო, ხონის სათემო რადიო, რომელიც რამდენიმე თვეს ითვლის და უკვე საკმაოდ პოპულარობას მიაღწია ჩვენს მუნიციპალიტეტში, თუმცა იმის იქითაც ბევრი გვიყურებს ძალიან. ამას მოწმობს ის აქტიური გამოხმაურებების უკავშირი, რასაც გვეხმიანებიან, არის ძალიან დიდი ინტერესი და მიხარია, რომ ჩვენ ძირითადად ამ გადაცემებში ვსაუბრობთ არა მარტო პრობლემებზე, არა მარტო რაღაც საჭიროებო საკითხებზე, ასევე ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, თითოეული რესპონდენტი არის წარმატების მაგალითი, რათა ის იყოს გაზიარებული სხვებისთვისაც, სტიმული იყოს სხვა ახალგაზრდებისთვისაც, თემისთვისაც და განსაკუთრებით მიხარია, როცა სტუმრად ყავს ახალგაზრდა თავის საქმეში წარმატებული და დღეს ის შემთხვევაა, როცა არა გამოცდილების გამო ადამიანი მოსული, არამედ მოსულია მისი ახალგაზრდა უკვე რომ შემდგარია და წარმატებულია და მეტი სტიმული კონდეს და მეტი საქმე გააკეთოს. დღეს ისე გართულდა ახალგაზრდების დამაგრება რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში და განსაკუთრებით სოფლებში, ამ ხრივ მართლაც მისასალმებელია და მოსაფერებელია არა მხოლოდ როგორც რესპონდენტი, არამედ როგორც პროფესიონალი თითოეული ადამიანი და დღეს სწორედ ამ გამონაკლისია საუბარი. მინდა დღევანდელ რადიო გადაცემაში წარმოგიდგინოთ ნოდარ ბარაბაძე, რომელიც გახლავთ პედაგოგი, ახალგაზრდა კაცი, ახალგაზრდა პედაგოგი, ჯერ 23 წლის იყო, როცა ის სკოლაში მივიდა მასწავლებლად, პრაქტიკულად თანატოლების მასწავლებელი იყო, თუ კი უფროს კლასელებს ვიგულისხმებთ, თაობა ასე ქვია, პლუს მინუს, ნამდვილად ერთი თაობის, როცა მასწავლებელი და მოსწავლეც ერთი თაობას წარმოადგენს თითქმის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი, როცა ეს სოფელში ხდება ეს ყველაფერი და თან კარგი მასწავლებელი. ნოდარი გახლავთ მათემატიკოსი, ფიზიკოსი, რომელიც არის მათემატიკის მასწავლებელი, ფიზიკის მასწავლებელი და რაოდენ განაპირობა თქვენი მოწვევა ჩვენთან, ესეთი კარგი ამბავი, როცა გავიგე და დამინტერესდა თავპატიჟო თავისუფლად ჩვენ გადაცემაშიო, მერიის მიერ ჩატარდა სპეციალური დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ალბათ რესურსებთან ერთად ჩართული იყო და კონკურსით შეირჩა და ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიენიჭა მას წელს მოგენიჭა საუკეთესო მასწავლებლის ტიტული და ახალგაზრდა მასწავლებლის რომელიც ასე ჯილდოვდება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი სტიმულის მომცემი. ვიდრე ნოდართან გადავიდოდი, აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ გადაცემების ციკლი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ხონის სათემო განათლების ცენტრთან არსებული სათემო რადიო და ამ რადიოს წამყვანი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი დათო ლიკლიკაძე. აუცილებლად უნდა ვთქვათ მადლობა იმ ადამიანების და იმ ქვეყნის მიმართ, ვინც ძალიან ბევრ რამე ჩაადო ჩვენი განვითარებისათვის და მათ შორის ამ გადაცემაში. ეს გახლავთ გერმანიის მთავრობა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების მიერ დაფინანსებული პროექტი არის DVV International, თბილისის წარმომადგენლობა, ყველას დიდი მადლობა, რომ ჩვენ შესაძლებელი გახდა თუნდაც ეს გადაცემა ყოფილიყო დღის სინათლეზე. ნოდარ, ძალიან ბევრი ვილაპარაკე თქვენ წარდგენაზე, მაგრამ უფრო მეტ ლაპარაკს მოველი თქვენგან. პირველ რიგში მოგვიყევით თქვენ შესახებ, სად დაიბადეთ, რომელ სკოლაში სწავლობდით, როგორ მოხვედით შემდეგ ამ სკოლაში, ხო, უნდა ვთქვათ, რომ პატარა ჯიხაიში საჯარო სკოლის პედაგოგი გახლავთ ნოდარი, ამ სკოლამდე როგორ მოხვედით და ეს ნაბიჯები როგორ გადადგით და რა ნაბიჯებია სკოლამდე. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მსმენელს. მე დავიბადე ხონში, ანუ ხონიდან ვარ და დავამთავრე მათხოჯის საჯარო სკოლა, ჩემს სოფელში არის, სოფელ მათხოჯის ცხოვრობა ხაცმე. შემდეგ ანუ ეს სკოლა თქვენი მშობლიური სკოლა არისო? არა, ჩემი მშობლიური სკოლა არ არისო. ეს შემდეგ მათხოჯის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და დავიწყე წერეთელში მათემატიკის ფაკულტეტზე
ასე რომ ვთქვათ, სწავლება. ჩემი პირველადი მიზანი სიმართლე რო გითხრათ არ ყოფილა მასწავლებლობა, ანუ ჩემი პირველადი სურვილი, როდესაც მივდიოდი მათემატიკის განხრილ, უფრო იყო მინდა და რომ გავხდარიყავი პროგრამისტი. და ჩავაბარე და ვფიქრობდი, რომ 1 წლის შემდეგ, ანუ 2 წლის შემდეგ გადავიდოდი სხვა ფაკულტეტზე და გავაგრძელებდი მიმართულებით. ანუ როგორც პედაგოგად როგორც პედაგოგი არა. როგორც პედაგოგიურზე არც ჩამებარებია მათემატიკის ცალკე ფაკულტეტია და კი ბატონო, ხო, პედაგოგები არა ვარ. ხო, კი ბატონო. და როდესაც იქ მოხვდი გარემოში, აი რაღაც ასეთი შეგრძნება მქონდა, რომ აი თითქოს სადღაც სწორ ადგილზე მომათავსეს. აი პირველი შეგრძნება ეს იყო, რომ აი ეს ქუთაისში, ხო? ქუთაისში, აი მივხვდი, რომ იმ გარემოში თანამშრომლობ 50 კურსელს შორისაც მოვხვდი. მივხვდი, რომ ხო ჩემი ადგილი არა ეს სხვაგან, თან იქ პროგრამისტებიც იყვნენ, ან პირველი კურსი ზოგადად მათემატიკის და პროგრამირების თითქმის ერთნაირია რა, ერთნაირ საგნებს გავდიოდით და მივხვდი, რომ არა იქ კი არ ყოფილიყავი, არამედ აქ ამას უნდა გამოგზავნებულიყავი რაღაცნაირად გამიმართლასავი და შემდეგ მათემატიკა, ჩემი ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი ითამაშა ერთ-ერთმა გამოცდამ, რომელიც სამწუხაროდ არ ვიცოდი კარგად, მაგრამ მონასმენი მქონდა ლექციაზე და მათემატიკის რაღაცა სიყვარულიდან გამომდინარე ეს გამოცდა დავწერე. დავწერე ჩემი გააზრებით, ჩემი ცოდნით და მე მივხვდი, რომ ამ საგნიდან გამომდინარე ბევრ ამის მიღწევა შეძლებდა. ანუ მათემატიკა არ მზღუდავდა იმისთვის, რომ თუნდაც გამხდარიყავი შემდეგ პროგრამისტი ან ნებისმიერი რა პროფესიაც მომინდებოდა ის ამერჩი. ანუ ჩამოყალიბებული არ ვიყავი, როცა ფაკულტეტზე ვაბარებდი, მაგრამ მე ნელა-ნელა ეს ყველაფერი მოვიდა. ცოტა ვამთავრე უნივერსიტეტი და უკვე უნდა ამერჩია საერთოდ წავსულიყავი, რაღაცა აბიჯები უნდა გადამედგა. რადგანაც ასე ვთქვათ, მიყვარდა, ანუ მათემატიკა როგორც საგანი ძალიან მიყვარდა, რაღაცაც მიყვარდა. შემდეგ გადავწყვიტე, რომ აი ამის სიყვარულის სხვებისთვისაც გადამეცა რაღაცნაირად და ერთ-ერთი გზა იყო სკოლა. და დავიწყე ამ ხრივ ფიქრი და ჩამოვედი ჩემს სოფელში, თან პარალელურად მაგისტრატურაზეც გავდიოდი, მაგისტრატურის კურსზეც გავდიოდი და ანუ უკვე ქონდათ ნაფიქრი სკოლაში მუშაობა? კი, ანუ როცა დავამთავრე, უკვე მაგაზე პროფესიას უკვე როცა ვირჩევდი და როცა გადაწყვეტილი მქონდა, მანამდე არა, მაგრამ როცა გადაწყვეტილი მქონდა და უკვე ვიფიქრე, რომ დრო იყო, რომ რაღაც მიმართულება მეცა ჩემი ცოდნისთვის და ერთ-ერთი გამოვლინება, სადაც შეიძლება მათემატიკა კარგად გამოიყენო და ასწავლო, არის სკოლა. და თან სხვასაც შეაყვარო ეს საქმე, რომ აი რამხელა რამდენად ლამაზი არის ეს ზოგადად მათემატიკაც და ფიზიკაც ეჩვენებათ ძალიან რთული. და ჩემთვის არა, რთული არის ალბათ, რა არის. რთული არის, მაგრამ ერთმანეთს შეგვეწონადება, რომ ჩვენ უყურებთ მაგას როგორც ნაწილ-ნაწილ მეცნიერებას და ნაწილ-ნაწილ უცაუბრებ რაღაცას, საკმაოდ რთულია და ერთიანობაში როცა ხედავ ესეთი ლამაზია, ესეთი მთლიანია და ესეთი კარგია, ამ ყველაფრის დაანახვებ სხვას, აი ეს შეგრძნება მხოლოდ პედაგოგებს შეუძლიათ, რომ გაიგონ შენ ხო გებულო რა ლამაზია და გააგებინო სხვასაც თუ როგორი ლამაზი არის ეს ყველაფერი. ამიტომ გადავწყვეტე და პირველად დავწერე განცხადება, ვეძებდი სამსახურს და შემდეგ გამომეძახეს პატარა ჯიხა საჯარო სკოლაში, პოსტად გასაუბრება გავიარე და მიმიღეს მათემატიკის მასწავლებლად. 23 წლის იყავი. 23 წლის ვიყავი. ეხლა ხართ 6 წელია სკოლაში ხართ, ხო? 39 წლის ბიჭი ხართ, ხო? აღა ბიჭი ხართ, ასე ქვია, ბოდიში, ამ ფამილარობისთვის. ხო, 23 წლის ბიჭი არ შეგეშინდათ, ჯერ მარტო საგანი იცი, მაგრამ საგანი ხო არ არის მარტო პედაგოგობა, იქ მთელი უნარებია, ფსიქოლოგიური, ბავშვთან ურთიერთობა, სკოლის, მასწავლებლის სახე, ავტორიტეტი, ახლა მე კარგად მახსოვს, მასწავლებელი ერთხელ დააგვიანა მასწავლებელმა და უცებ შემოვარდა და ბოდიში ბავშვობა გარდა ბაზარში ყოფილა და რაღაცა რო შეყარა ბაზრი ჩათები მაგიდის ქვეშ რო შეხედე რომ მასწავლებელი ბაზარში იყო კინაღა მოვკვდი მაშინ დამენგ პატარა ვიღარ დამენგრა ყველაფერი როგორ მასწავლებელი ბაზარში დადის როგორც დედაჩემი დადის ბაზარში ანუ ჩვეულებრივი ადამიანია მასწავლებელი ხუთი ბავშვის ისე მასწავლებელი არის აღმატებული და ღმერთია მისთვის და ამისთვის იყავით მზად 23 წლის ნამდვილად არ ვიცოდი რა მელოდა ამ გადასახედიდან მართალი რო გითხრათ ამ გადასახედიდან ვფიქრობ მასწავლებლობა არის ძალიან რთული მოთხოვნადი და მარტო საგნის ცოდნას მართლა არ მოითხოვს ძალიან ბევრი რამე გჭირდება ფსიქოლოგიიდან დაწყებული რა ვიცი შეიძლება სხვა საგნების ცოდნაც გჭირდება გარკვეულ დონეზე და აუცილებელია რომ ბავშვის ცხოვრება მარტო არ არის გაკვეთილი მიეცი და მოგიყვა და დაწერა და ეს კი ბატონო იქ ზოგჯერ ბავშვს უჭირს ზოგჯერ კიბოა ზოგჯერ რა ვიცი უხარია ზოგჯერ წკინს და შენ ვალდებული ხარ რომ ამ ყველაფერთან ერთად საგანიც ასწავლო და თან გაუგო
და თან ისე გაუგო, რომ ასე ვთქვათ, არ შეაზიზღო არც სკოლა, არც სწავლა და საერთოდ ხელი არ ჩაიქნიოს საკუთარ მომავალზე. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო და მართალი გითხრათ, როცა შემოვედი, მაშინ რო გითხრათ, რომ ვიაზრებდი და რაღაცა ბოლომდე გააზრებულად მქონდა რას ვაკეთებდი, არა. მაგრამ ეს რო გამბედაობის საკითხია, ზოგიერთი რაღაცა უნდა გაბედო და მერე ასე თუ ისე მოდის ეს ყველაფერი, რომ შეგიძლება, თუ ვერ შეძლებ, სხვა ვარიანტი უნდა ცადო, თუ შეძლებ და უნდა დარჩე. ანუ ზოგადად თუ არ ცადე, ვერც ვერაზროს მიხვდები რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია, ხო? ამიტომ თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს, ზოგადად მცდელობა, თქო პირველი ნაბიჯი ამ და მცდელობის ამ და შეეშინდეს. თორე ის რომ გამოვა თუ არ გამოვა, ეს უკვე სხვა საკითხია, როგორც ეთქვიან. ასე ხდება ხოლმე რა. და ეხლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა სოფელში არის ახალგაზრდა მასწავლებელი. ეხლა ძალიან ხშირად ვიძახთ ამ სიტყვას სოფელში, მაგრამ რა არის ეს პრობლემა, რა თქმა უნდა. მასწავლებელი კი არა, მოსწავლეც გარბის და კონტინგენტი აღარ აქვს პირველად სოფელში სკოლებს და სოფლიდან კი არა, თბილისიდან გარბის ხალხი და ქუთაისი დაპატარავდა და რა ვიცი, დიდია მიგრაცია ეს არა მხოლოდ იმას განვითარებას უკავშირდება, ბევრი განვითარების გამო გარბის, რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა ნახოს. ხო, ეკონომიკური სიდუხჭირე და 1000 რაღაცა. აი, ეს სოფელში რამდენად არიან ახალგაზრდა მასწავლებლები, რამდენი თქვენი კოლეგები, რამდენად არიან ასეთი შემართებით, როგორც თქვენ ნახართ? ანუ ძალიან იშვიათია, რო არ მოგატყოთ, ამ 6 წლის განმავლობაში მხოლოდ რამოდენიმე მივიღეთ ახალგაზრდა მასწავლებელი, ნახლა მივიღეთ ბოლოს ისტორია, გეოგრაფიის მასწავლებელი, ახალგაზრდა, ჩემზე უმცროსი ახალი დამთავრებული აქვს სწავლა. მოკლედ, ანუ ძალიან იშვიათია და ძალიან რთულია კადრის მოძებნა. ალბათ იმიტომ, რომ სოფელი ბევრ პერსპექტივას არ იძლევა, მაგრამ ალბათ საჭირო არის სიყვარული, შენი კუთხის, შენი ასე ვთქვათ, ადგილი, სადაც ხარ, იმ ადგილის სიყვარულიდან გამომდინარე, მე რჩები იქ და თუ იქ ნაშრომი და ნაუფლარი გაქვს შენი და აქედან გამომდინარე მიტოვებაც გიჭირს. ზოგადად, სადაც ბედნიერია, ადამიანი უნდა გაჩერდეს და ვფიქრობ, სადაც გაიზარდე, ყველას აქვს სრული, რომ იმ ადგილზე გაჩერდეს და თუ ადგილს მოძებნის იმ ადგილზე და სამსახურს შოვის და დამკვიდრდება, ის მცირედი რაც აქვს, შეიძლება ხა სასწაულები არ იყოს, მაგრამ მცირედი რაც არის, უნდა დაკმაყოფილდეს იმით. მithumetes საკუთარი, ასე რომ ვთქვათ, საკუთარი სოფელში ერთი გამოსადეგი პიროვნება იქნება. ამიტომ ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ამბობთ ზოგადად და ძალიან კაია. ამიტომ ჩვენ რაღაცა ერთგვარად, რა ვიცი, ესე არ გამომივიდეს, ცოტა დისკრიმინაცია უნდა თქვამათ, მაგრამ ერთგვარად უკვე შეწირული ხარ ამ ამბავს რა, ასე ქვია და სხვა. ხო, იმიტომ რომ ანუ სხვა უკეთესი პერსპექტივა რომ გამოგიჩნდეს, უხერხულიში ხარ რომ მიატოვო. თუ მიატოვებთ რა ვიცი, ხო? ხო, ძალიან ამას ვეძახი შეწირვა, სწორედ ახლა მე ეს ფიზიკურ შეწირვას კი არა, იმიტომ რომ ძალაუნებურად ის ქაჩავს უკვე ისისა, რომ გწვენია დავუშვათ დაწყებული საქმე მიატოვო. რაღაცა ბავშვებს უთხრა რომ იცით მე უფრო კაი სკოლა გამომიჩნდა, თქვენ კარგად იყავით. ძნელი იქნება რა თანამდებობა, ხო? არა, ну, ისენაირად შევეჩვი იმ ადგილს, სადაც მუშაობ ახლა და თან იქ მეორე სკოლაც ფიზიკა რო ჩავაბარე, შემდეგ მეორე სკოლაც შეძლავეს მუშაობა კოჩაჟი ხა საჯარო სკოლაში. ანუ ისეთნაირად შევეჩვი და ისეთნაირად ვარ მართლა იმ ადგილებზე ნამდვილად არ ვაპირებ რომ სადმე გადავიდე ამ ეტაპზე და არც სრული მაქვს, მაგრამ ეს იმას არ მიშლის ხელში რომ განვითარება შევწყვეტო და რაიმე ახლის ძიება დავიწყო და ზოგადად აი ადამიანის ყველაზე მთავარი ღირსება არის ჩემი აზრით თავისუფლება, რაც შეიძლება ქონდეს. არც არამეს უნდა მიეჯაჭოს, არც ადგილებს და არც პიროვნებებს. ანუ შემდეგ განვითარდე და მე როდესაც გამოგიჩნდა თქო საშუალება, თუ საშუალება გაქვს და შესაძლებლობა გაქვს, შეიძლება ვარი თქვა იმ ახალ საშუალებაზე და დარჩე აი ამ ძველზე. ეს არის შენი არჩევანი უკვე. და არა რაღაცა კონკრეტული გზა, რომ ამ გზის იქეთ ვერ გადადიოდი და ვერ გადმოდიოდი. ამიტომ მეც მევაჩნია, რომ უნდა განვითარდე, არ უნდა დავნებდე, ახალი შესაძლებლობებიც უნდა ვეძებო და თუ ნამდვილად, ასე ვთქვათ, ნამდვილად მომინდება, ჩემი არჩევანი იყოს აქ დარჩენა და არა მოცემულობა, ასე რომ ვთქვათ რა. და ნუ ამ ხრივ განვითარებას არ წყვეტა ხო ეს გამედა და ნარჩენი შეძრული ნამდვილად არ არის, რომ აქ ძალიან კარგად გძნობ თავს. ანუ მიხარია რა სამსახურში მისვლა მიხარია და შემდეგ ნაშრომი უკან დაბრუნება საკუთარ სახშიც მიხარია, იმიტომ რომ ჩემს სოფელთანაც ამაქვს კავშირი და ასევე სხვა სოფელთანაც. რა მაგარია, აი აქტუალურებული ვარ რო გისმენთ ნამდვილად ამ ყველაფერს და იმედის მომცემია ეს ყველაფერი და მინდა გითხოთ ნოდარ აუცილებლად აი თანამედროვე განათლების სისტემა აი
გამუდმებით მოითხოვს სწავლებას. მოსწავლეს კი არა, მასწავლებლისიც მათ შორის. გამუდმებით იცვლება, იმიტომ რომ ახლა მათემატიკოსი ხართ და დღეს უკვე მათემატიკაშიც კი 2 მოდოთ 2 აღარ არის 4. შეიძლება იყოს 5. ხო არის ასეთი გამოთქვა, რომ ყოველთვის არ არის 2 მოდოთ 2 4. ხო, შეთანხმებაა და ასე რომ რამდენად უღებთ ალღოს ამ გამოწვევებს, რამდენად არის შემოსული თქვენ საგნებში და შეგაქვთ თქვენ ევროპული სკოლის დაუშვათ გამოცდილებები, რამდენად იღებთ ამ ტრენინგებს, რამდენად გაქვთ შესაძლებლობა დაუშვათ გადამზადდეთ ისეთი მაღალი დონის, მაგალითად ახლა ფინეთის სკოლა, ტარტუს სკოლა, ლატვიის, ლიტვის, ბალტიისპირეთის და ფინეთის სკოლა ითვლება ევროპაში აი ყველაზე მაღალ მოდელად სწავლების. ჩვენთან რამდენადაა ეს მოდელი? საერთოდ რა მოდელი გვაქვს, თუ გვაქვს საერთოდ არ ვიცი, არ ხდება ჩვენ სკოლაში. ჩვენ მე ვფიქრობ, უნდა შევქმნათ რაღაც ჩვენი სტილის, რაც ჩვენს კულტურაზე და ჩვენს ადამიანობაზე იქნება დაფუძნებული, იმიტომ რომ ვიღაციდან გადმოკოპირება ასე პირდაპირ ყველაფრის ნამდვილად არ არის სასარგებლო, იმიტომ რომ ყველას აქვს მისი კულტურისთვის დამახასიათებელი. კი ბატონო, არა, მაგაზე რა ადაპტირება უნდა მოხდეს აუცილებლად. ადაპტირება უნდა მოხდეს აუცილებლად და რაც შეეხება სწავლების მეთოდებს, რა თქმა უნდა, განათლებაც ყოველთვის ცვალებადია, იმიტომ რომ არ შეიძლება რაღაცა ერთი სტილის სწავლება მიდიოდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა აღჭურვილობა სკოლების შესაბამისი ტექნოლოგიებით, რაც სოფლის სკოლებში კი არა, ქალაქის სკოლებში არ არის. ანუ ბავშვებსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ აი რაღაცა ლინკები ჩაუგდო და თქვათ მონახონ ვიდეო ან რაღაცა ნახონ ან ჩვენც არ აქვს რაღაც შესაძლებლობა რომ მაგალითად დაფა ელექტროდაფა გქონდეს და რაღაცა იქ გავაკეთებინოთ ხო ანუ ეს ძალიან რაღაცას მოკლებულია შეიძლება მასწავლებელმა იცოდეს რაღაცები როგორ მაკეთებინოს მაგრამ მეორეა რა რესურსები აქვს რო აკეთოს თუმცა რაც შეგვიძლია იქიდან გამომდინარე რაც გვიხერხდება და რა რეალობაში ცხოვრობთ იმ რეალობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ყველანაირად ვცდილობ რომ რაც შეიძლება მაქსიმუმი წაიღონ და მაქსიმუმი ისწავლონ და მაქსიმუმი გაიგონ იმ ყველაფრის რაც მე ასე თუ ისე გაგებული მაქვს და რაც მე ასე თუ ისე ვიცი. შესაბამისად, რა თქმა უნდა ეს ადვილი პროცესი არ არის, მაგრამ შეუძლებელიც არ არის სიტყვით რა. სწავლება ნამდვილად არ არის შეუძლებელი. არის შესაძლებელი, სჭირდება მონდომება და ინოვაციები, რა ვიცი, უამრავი რაღაცაა უკვე. კი, ძალიან და სკოლა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხა ნიშნავენ ყველას გავითარება, მაგრამ ახლა ჩემი პროფესიით ჟურნალისტი თუ ვერ გავითარდება, ძალიან ცუდია. თუ ვერ გავითარდება და უშუალოდ რაღაცა მეეზოვე ძალიან ცუდია, ვერ გავითარდება რესტორატორი ძალიან ცუდია, მაგრამ ახლა პედაგოგის ვერ გავითარება დანაშაულია, მარტო ცუდი არ არის. ხო, იმიტომ პირდაპირ მომავალთაობასთან აქვს საქმე, ვიზეთ დგას სახელმწიფო, ხო? ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგი პედაგოგი და სწავლების კარგი მეთოდი. ბატონო, ჩვენ ზოგადად არა ვართ მარტონი, ჩვენ ვართ დამოკიდებული ჩვენს მომავალთაობაზე, ჩვენს წინათაობაზე, ჩვენ შემდეგ თაობაზეც დამოკიდებული ვიქნებით. ანუ ადამიანი მარტო ვერ გაიზრდება, ამიტომ მისი წარუმატებლობა, აი მე ბოლხოლმე ხშირად ჯგუფში შევდივარ, რომ აი თქვენგან თუნდაც 70% რომ იყოს წარუმატებელი და 30-ის ზეგან ნიჭიერი რომ იყოს და წარუმატებელი იყოს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ფაქტურად აქცევაა, იმიტომ რომ 70-30% ვერაფერს ვერ შეძლებს იმდენს, ანუ ვერ მოახერხებს რომ ეს 70% მის ჭკუხზე გადაიყვანოს, ანუ სწორ გზაზე წაიყვანოს. კი ბატონო. უმრავლესობა უნდა იყოს განათლებული, ანუ ერთეულებიზე არ დგას ქვეყანა. შეიძლება ერთეულები ყავდეს საუკეთესო და მართლაც ვართ რომ გამორჩეულიერი ვართ, ამ მხრივ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი იბადება ჩვენში, მაგრამ არანაკლებად შრომის უნარიანიერი ვართ ჩვენ და ჩვენ ეს უნდა გამოვაჩინოთ, რომ საშუალო ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ყავს ძალიან ბევრი შრომის უნარიანობა უნდა გამოიჩინონ, რომ ნიჭიერებამდე მივიდნენ, ანუ არ არის გზა ნიჭიერებამდე ძალიან გრძელი. საჭირო არის შრომა უნდათ და ანუ ბავშვების წარმატებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ბავშვმა უნდა იფიქროს წარმატებაზე და ამით ჩვენი ქვეყანა წარმატებული იქნება, მეც წარმატებული ვიქნები, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული, რომ გაიზრდება ის და სადღაც რო იქნება სამსახურში, მე არ შემეშინდება იმასთან მისვლა, იმიტომ რომ მეცოდინება რომ როგორი მოსწავლე, როგორი იყო და შესაბამისად ასე ვართ ყველანი, ხო? წარმატებული ბავშვი, მე წარმატებული უსაფრთხო მომავალის შედეგი იქნება საბოლოოდ. კი ბატონო. მანდ და გვიამბეთ თქვენზეც მარტო საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვისაც
თქვენი ოჯახის შესახებ, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები და ასევე გვიამბეთ იმის შესახებ, რომ აი ბავშვობაში რა მიზნებიც ჰქონდათ, ის მიზნები თუ გაყევით იმ მიზნებს, თუ შეცვალეთ, ან რა გინდათ კიდევ რო აგიხდეთ ოცნებები, რომელიც ბავშვობაში ჰქონდათ. ოჯახი, დედა და მამასთან ერთად ცხოვრობ ჩემთან სოფელში. მე დედა ინჟინერი იყო, დაამთავრა მათემატიკა პირველად მე 6 კლასამდე და მე 7 კლასამდე დედა მასწავლიდა. ანუ ესმოდა და მასწავლიდა ძალიან კარგად და თითქმის ასე ვთქვათ პირველი საფუძვლები რაც ვიცი და რაც ჩამიყარა დედის დამსახურება არის. მამა უფრო ტექნიკურად, ანუ რაღაც სახში რაც გასაკეთებელი არა, მე თქვათ შესაძლოა ან რაღაც ასეთი რაღაცები უფრო ესმის ტექნიკა და რაღაცები. რაღაც რო იმანაც თავისი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. მშობლების დახმარება შვილის განვითარებაში მნიშვნელოვანია და მეც ყოველთვის ხას ვუსვამ, რომ მშობლებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ბავშვის. დედმამიშვილი არ გყავთ? არა, დედის ერთად. დედის ერთად გავისად ყავს ბიძაშვილი, რომელიც ასევე დედის ერთაა და მე და ის ასე ვთქვათ ერთად გაიზარდა. ძმებივით ვიყავით და ყოველთვის გეუბნებოდა ჩვენი ბებია და ბაბუა, რომ თქვენ არ ხართ ბიძაშვილები, თქვენ ხართ ძმებიო და ასე რომ ერთად მაგ ხრივ დანაკლისი ასე რომ ვთქვათ არა მაქვს ყავს დედაშვილები, ასე რომ დედმამიშვილობის და რა თქმა უნდა ნამდვილი დედამიშვილი სხვა არ დაწუნებული ვარ, მაგრამ რაღაცნაირად ვივსებ ამ ყველაფერს. ბავშვობაში რაზე ოცნებობდით? იმიტომ რომ ამბობთ პედაგოგობა არ იყო ეს ოცნება, ეს იყო პროგრამისტებაზე ოცნებობდი. ანუ ბავშვობიდანვე აი როგორც კი აი ეს თქვა კომპიუტერულ თამაშები ჩემ დროს ახალი ხილი იყო და დავიწყე აი ამის უკან რა ხდებოდა, ანუ ამის უკან ხდებოდა რომ პროგრამისტობა იყო, მაგრამ რა იყო ზოგადად და შინაარსობრივად ხო გითხარით უნივერსიტეტში ჩამოვხდი, მანამდე არ ვიცოდი ეს რა იყო. ანუ ისე მინდოდა ეს ზოგადად ეს პროფესია ჩამოყალიბებულად ასე რომ შემეკითხებოდნენ რა ზიაბარებ, ამაზე მინდა რომ ასე ვიყო, მაგრამ რა იყო არ ვიცოდი კონკრეტულად. ჩამოყალიბებული არ ვიყავ. შემდეგ რო გითხრათ სიმართლე რომ დავნებდი არა, იმიტომ რომ ახლაც ვსწავლობ მაგ პროფესიას, ახლაც მაქვს რაღაც გეგმები რომ დავამთავრო და ვისწავლო ამის გახრივ, მიუხედავად იმისა რომ პედაგოგიკა მაშინ არანაირად არ მიშლის ხელს, პირიქით რაც უფრო მეტად განვითარდები ამ მიღებულ ცოდნას მე პედაგოგიაში წიყენებ და სხვა რაღაცებში წიყენებ ზოგადად და ამიტომ აი ახლაც არ მაქვს მაგ სრულზე ხელი ჩაქნეული, თუმცა რომ გითხრათ სიმართლე რომ საბოლოოდ პედაგოგის მიტოვებას ვაპირებ, არა მე მინდა რომ მას გავყვე, ეს იმდენად შემიყვარდა, ასე რომ ვთქვა, აი ამ ხნის განმავლობაში. აი სიყვარული გამოიწვია იმან, რომ აი შენ მოყოლებს, რომ ბავშვი გაიმეორებს, შენ ნასწავლებს, რომ ბავშვი გაიმეორებს. კარგი მოსწავლეები გყავთ? კი, კარგი მოსწავლეები გყავს, თავისებურად რო გეტყვის, აი შეიძლება ერთი სიტყვა ასნაირად ითქვას. ის რომ მისებურად გეტყვის, თქო სიმართლეს. რა მაგალია. არის, ვიცი. ეგ არის ამ გრძნობის გამო ღირს ზოგადად მასწავლებლობა, რომ შენ რაც გაიაზრე და გაიგე, რომ იმან გაგაგებინოს უკან. ფიზიკა როგორ უყვართ მოსწავლეებს? ფიზიკა, ანუ სტერეოტიპულად, ასე ვთქვათ, ჩაბეჭდელი აქვს, რომ აქვს რთული, ძალიან რთულია და თავიდანვე პედაგოგს გააჩნია, პედაგოგი გაყვარებს ყველა საგანს. მე ქიმიაზე ვგიჟდებოდი, დღემდე ასე არა ვარ, ქიმია რა არის? გიჟდებოდი, რომ მასწავლებელი ყავდა ძალიან კაი. ძალიან მაგარი და აი რაღაცა ისეთ ისტორიებს გვიყვებოდა, ცხოვრებაში გამომადგა მე ის ისტორიები. თუ ქიმია არ გამომადგა, ქიმია არ გამომადგა, იმიტომ კი არა, ქიმია ვერ გამოვიყენე, მე არ დამჭირდა უბრალოდ. ხო, დამჭირდა მისი უამრავი კარგი რჩევა, რომლის მოსმენის სურვილი სულ მქონდა. იმდენად საინტერესოდ საუბრობდა. მე ბატონო, ფიზიკა გიჟდებოდი, გვახალისებდა, ისე მეკცეოდა, მეგონა რომ ქიმიაში ვიყავ ძალიან მაგარი და ბოლოს გაიგო რომ კი არ ვიყავ მაგარი, უბრალოდ დიცტიმუს მაძლევდა მასწავლებელი. ხო, ანუ ფიზიკაც ერთ-ერთი ბუნების მეცნიერებაა და ცხოვრებასთანაც ძალიან დიდი კავშირი აქვს. ძალიან ბევრი რამე შეიძლება აიღოს ფიზიკიდან ადამიანმა და ისე ცხოვრებისეულად მოუწყოს ნებისმიერი თეორემაც რაღაცნაირად ერთმანეთთან გადაჯაჭვული ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, უჭირთ იმ გაგებით, რომ თავიდანვე აქვს ჩაბეჭდილი, რომ არის ძალიან რთული. სინამდვილეში ფიზიკას, რომ გითხრათ, სიმართლე ჭირდება ძალიან ბევრი მათემატიკა, რომ სრულფასოვნად გაიაზრო რა ხდება შიგნით. რომ ძალიან თავის თავში ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს. აი, კარგი ფიზიკოსი, კარგი მათემატიკოსიც არა და კარგი მათემატიკოსი, კარგი ფიზიკოსი ვერ არის. აჰა. პირიქით არ ხდება. ზოგადად ფიზიკა თავის თავში მოიცავს მათემატიკის უსაზღვრო ცოდნას, იმიტომ რომ რაღაცა ელემენტები ჯერ ფიზიკაში დაიბადა, იმიტომ რომ ფიზიკა რეალურ ცხოვრებას აღწერს და რეალური ცხოვრებიდან მე გადავიდა მათემატიკაში, უფრო აბსტრაქციაში. ეგ აბსტრაქტული აზროვნება. საინტერესოა. ხო და შესაბამისად ახლა ადვილია მე თვითონაც მიჭირდა სკოლაში სწავლა ფიზიკის.
საკმაოდ რთული იყო და მე ვისწავლე და მე მივხვდი რატომაც მიჭირდა ფიზიკის სწავლა, რომ საკმარისი მათემატიკა არ ვიცოდი, რომ ეს იდეები ბოლომდე გამეგო, თუმცა იდეების დონეზე შეიძლება ბავშვს უყვები ხოლმე რა თქმა უნდა იმ გაგების დონეზე, რომ თუ მანდა მაინც ასე რომ ვთქვათ, ყველაფერს ფორმულის, რაღაცა კანონის და სიტყვა-სიტყვის მასე არ ჩაწერს, რომ იდეებს ჩაწვდნენ, რომ იდეები ადვილი გასაგებია ფიზიკაში, მარტივად როგორც იდეა რომ ადვილად დაინახო, ეს შეიძლება, მაგრამ რომ ჩაწერო ეს იდეა, ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ გაგება შეიძლება. ამიტომ ვცდილობ რომ ასეთაერად მიუდგე უფრო მეტად, რომ შეიყვარონ ცოტათი მაინც და გაუგონ ამ მეცნიერებას. თუ როგორც მეგობარს ვერ გაუგებ, როგორც მეგობარს უგებდა რაღაცა, უმეგობრდები ბოლოს და გიყვარდება ვერ ეს მეგობარი, ისე არის მათემატიკაც და ფიზიკაც, თუ არ გაუგე რაღაცნაირად თუ არ დაუმეგობრდი, შეყვარებულიც არ მოვა არანაირად. ვერ შეგიყვარდება, როგორც მეცნიერება ვერ შეგიყვარდება როგორც ასეთი. და ამიტომ ვცდილობ რომ ეს ყველაფერს მივაჩვიო. რა თქმა უნდა, რამდენად გამოდის და რამდენად არ გამოდის, ამის განსჯა თვითონ ცხოვრებაში გამოჩნდა, როცა ეს ბავშვები გავლიან ცხოვრების ასპარეზს ჯერ რამოდენიმე თაობაც არ გამიშვია, ასე ვთქვათ, რომ პირველი თაობა ვინც მივედი და მეოთხე კლასში ვასწავლედი, ისინი არიან ახლა მეათე კლასში, ანუ ჯერ არ გასულან ცხოვრების ასპარეზი და მაგალითად ნახოთ, როგორ გამოადგებათ ეს მიღებული ცოდნა, როგორ გამოიყენებენ, რა მიმართულებით სწავლიან და რა მიმართულებით შეძლებენ, რომ საკუთარი სკოლაც, მათ შორის და მეც და მთელი ჩვენი კოლექტივისგან მიღებული ცოდნა გამოიყენებენ. საკმაოდ საინტერესო პედაგოგი ბრძანდებით და რა ბედნიერია ნამდვილად ახლა თქვენი მოსწავლეები, რომლებიც აი აქვთ საშუალება რომ ყავთ ასეთი მასწავლებელი. მე პირდაპირ გეუბნებით ამ კომპლიმენტს დაურიდებლად, იმიტომ რომ არ არის ასეთი ბევრი ნამდვილად. თორემ კი არ უნდა არსებობდეს. ასეთ უნდა იყოს პედაგოგი პრინციპში კი უნდა მიკვირდეს, მაგრამ რომ არ არის, ეს იწვევს ხშირად გაოცებას და ძალიან მნიშვნელოვანია. ხონი რა არის თქვენთვის ეს ქალაქი, იმიტომ რომ პედაგოგი ისეთი რაღაცა, ყველგან შეიძლება პედაგოგი იყო ქუთაისშიც, ბათუმშიც, ხაშურშიც, კახეთშიც. აი ხონი რატომ ვერ დატოვეთ დაუშვით სტუდენტობის ქალაქი, უკვე თქვენთვის ქუთაისი იყო, რაღაცა მე იქეთი თბილისი შეიძლება და რატომ დაბრუნდით ხონში? პირველ რიგში დაბრუნდი იმისთვის, რომ ჩემი კუთხე უფრო მეტად მიყვარს მათ ხოჯი. შემდეგ ხონი არის აქ არიან ადამიანები, სადაც მოდი ასე ვთქვათ, ადამიანის გაზრდა შეიძლება. ანუ ხო არის რაღაცა უბანის ქალაქი, სადაც ბავშვი ვერ გამოუშვებ, სადღაც მეგობართან გასვლა შეგეშინდება ან რაღაცა და აქ თუ რამე ფეხი წაგიცდა, ან რაღაცა დაგიშავდა, ან რაღაცა დააშავე, ეგრევე ასე ვთქვათ, ლინჩის წესით არ გაგასამართლებენ. ან მითითებას მოგცევენ. ქუთაისიც მაგეთი ქალაქი არის, ზოგადად ძალიან მიყვარს ქუთაისი, ხონიც ძალიან მიყვარს. ანუ ეს არის თბილი ქალაქი, სადაც ადამიანებს იცნობენ და სადაც ადამიანობას აფასებენ. და ამიტომ ეს ასეთი ადგილებს მე ვფიქრობ, უნდა გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ არც თუ ისე ბევრი დაგვრჩება ახლა მომავალში და შესაბამისად ერთ-ერთი ეს მიზეზი იყო, რომ ვიყავი ჩემს მეგობრებთან, ვიყავი ასე რომ ვთქვათ, იმ ადამიანებთან, ვისაც ჩემი ბედი ანაღლებდა, ვისაც მე ვისთვისაც ვისი ბედის მემანაღლებს. ანუ ამ ადამიანებთან განშორება არ მინდოდა და ანუ მიზეზი რის გამოც უნდა გავშორებულიყავი, იქნებოდა მარტო მატერიალური, ანუ მეტი სხვა მიზეზი აქვს გადასახლდეს სხვა ქალაქში. ზოგადად ძნელია რა, ანუ ცხოვრში წახვიდე კი ყველას რა თქმა უნდა გასაჭირიდან გამომდინარე თავისი გზა და სასავალი აქვს, მაგრამ მე მქონდა ამის შესაძლებლობა და რატო უნდა გამოვიყენო მეთქი, რატო უნდა წავიდე სხვაგან, თუ შემიძლია რო აქ დავსაქმე, ახლა რო აქ რო ვერ დავსაქმებულიყავი 2 წელიწადი, 3 წელიწადი, ახლა ანუ გატყუებდა, ნამდვილად ვერ გავჩერდებოდი აქ და ალბათ სადღაც უკანაწვდიდი ჩემს ბედს და სადღაც გამთარდებოდი, მაგრამ რადგანაც მომეცა შესაძლებლობა რომ ჩემი თავი გამოვავლინო, ანუ ჩემი მე არ დავკარგო და ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ვასწავლო და ასე ვთქვათ, ვისწავლო კიდევაც ბევრი რამე. ამიტომ დავრჩი აქ და შესაბამისად ამ ადამიანებს და ამ ყველაფერს არ მოვწყდი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო. და კარგი მაგალითი ხართ ნამდვილად არა მარტო ახალგაზრდებისთვის, ყველა გაზრდისთვის შეიძლება ითქვას, ყველა თაობის, რომ აი პედაგოგი ზუსტად ასეთი უნდა იყოს, როგორც თქვენ ახართ და მისასალმებელია, რომ ასეთი ახალგაზრდაა, თორე ასეთი პედაგოგები რომ მიხვიდი, ამას გამოცდილება ჭირდება და წლები ჭირდება და თქვენ უკვე შემოდიხართ ამ ბონუსით, ასე ვთქვათ, თქვენ პროფესიაში. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებლებს, ჩვენი სტუმარი გახდათ ნოდარ ბარაბაძე, პატარა ჯიხაიშის და გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლების ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგი, ახალგაზრდა პედაგოგი, წარმატებული პედაგოგი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.